რაც შეეხება იმას, რომ ტატამია, გასვი, მე ძალიან მიხარია იქ სიტყვა. რომ ტატამია, მართლაც ტატამია და ნეტა იყოს ყოველთვის ესე. საქართველოს მოუტანა დიდება ზუსტად იმ ეხლა რომ საქილიკო გახადეს ტატამი, ხო, ზუსტად იმ ტატამზე მებრძოლმა ბიჭმა იბრძოლეს და საქართველოს დიდების სიმნი უამრავჯერ ააშღერეს. იმათთაგანი ერთი ქალბატონი როცა მოდიოდა ოფისში, მე მრცხვენოდა. ის მართლაც ნახევრად შვილი მოდიოდა. მე მაგალითად ბატონო ლეგის ადგილზე ვიყო, ამდენ სამწუხაროდ არ მოგწონს. ის მრავალი წერტილი და ის ფჭილი გავხსნათ. რა ხდება კასპში? ძალიან ახლობის ვარ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რაღაც ისულელებს აღმოსცემენ ტელეეთერში. ტრიალებს ტელესივრცეში ერთი და იგივე რაღაც დარე და ვულგარული გამონათქვამები და აი ამდენი ტრიალი, ამდენი გაქილიკება რაიონისა. მე და შეურაცხყოფილია ჩვენთვის. იმათი ყურის გდება შეიძლება? არაფრით შეიძლება იმათი ყურის გდება. შეიძლება არ იცოდეს კვანტური ფიზიკა ამ კაცმა და ამაში შევედაოთ თუ რატო არ იცი კვანტური ფიზიკა, მაგრამ ამ კაცთან თავის ღირსება, თავის კაცობა, თავის ადამიანობა და ის გულწრფელობა, რაც არის ამ ცხოვრებაში 21 საუკუნის ძალიან იშვიათი და მე არც ჟურნალისტ შკოლას არ ვასწავლე და მე თავის ასეთი მიდგომისაგან, მაგრამ უამრავი პრობლემაა რაიონშიც. 2 დღის უკან ნახე ის ჩანაწერი, სუშნიაკი და რაღაც, აი არც მახსოვს, ისეთი რაღაცა მარაზმი იყო. ყველაფრის გაშვება არ შეიძლება ჩემო კარგებო. იგივე ჟურნალისტებმაც ირმა კასპელია, დაუშვათ სხვა ვიღაცა ჩამომცვლელია. როგორ შეიძლება ირმამ ჩაწეროს ეს ჩანაწერი და გაუშვას ეთერში? ესე იგი ეს ქალი გახდა სახე კასპისა. ჩემი საყვარელი ადამიანია ქალბატონი ლია, ჩემი ნათესა. ის ჟურნალისტების თქმა რომ ან უნდა გაუშვან, ან უნდა გაუშვა, ვალდებულები არიან ჟურნალისტები, დიახაც, უნდა გაუშვან ორივე მხარე, ვიღაცას კაი წასული აქვს, ვიღაცას ცუდი. უნდა მოისმინონ და განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა ისწავლოს ყველამ. რა არის ოლეგიაძე? ხელის გულზე დასასმელი პიროვნებაა. შეხედავდა გარეგნობა არ მოგეწონება თუ მის საქმე არ მოგეწონება. ცელქი ბიჭი იყო ნამდვილად, მაგრამ უზრდელი არასოდეს არ ყოფილა. ბატონ ოლეგ იაძეს მე ვასწავლიდი მეტეხის საშუალო სკოლაში. მე პროფესიით მათემატიკოსი ვარ. სატელევიზიო სივრცეში ისე ჩანს, რომ უწიგნური ისეთი მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც უწიგნურია. და საკმაოდ გონიერი მოსწავლე იყო იმ პერიოდში, როცა მე ვასწავლობდი. ჩემი სურვილით მე დაუკავშირდი რამდენიმე ადამიანს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს და მე სურვილი მქონდა იმისა და გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ პირადად მე მინდოდა სადღაც წასვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება. რომ ის გადაეღოთ და დაინახოს მოსახლეობამ, რომ კასპში არც ისია საქმე, როგორც ესე იგი ზოგს ხდება.